მოგესალმებით ჩემო ძვირფასო. დღეს დ-ასოს გავიცნობთ. დ-ასოს დასაწერად გავავლოთ რკალი ქვედა უჯრის პირველი წერტილიდან მეორე წერტილამდე. ეს რკალი შეასრულებს დ-ს ფეხის როლს. მესამე და მეოთხე წერტილით შევაერთოთ რკალით. ამას დავარქვათ დ-ასოს ტანი. მეოთხედან მეექვსე წერტილამდე უნდა შემოვავლოთ რკალი. მეექვსე წერტილიდან მეცხრეს ჩათვლით, შემოვავლოთ წრე და პირობითად დავარქვათ მას დ-ს თავი. ქართულში დ-ასოს დაწერა ორნაირად შეგიძლია. როგორ დაწერო დ-ასო მარტივად, ამას ჩემს მომდევნო ვიდეოში გაიგებ. გაინტერესებს მსგავსი ვიდეოები? მაშინ დააჭირე ღილაკს ხელი ახლავე და გამოიწერე ჩემი YouTube არხი.